ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონი ლარით ვღარიბდებით. Რამდენ ტონა ბანანს ვჭამთ საქართველოში წელიწადში? საიდან შემოდის ძირითადი იმპორტი? რა ჯდება 1 კილოგრამი ბანანის შემოტანა საზღვრამდე? და როგორ ფორმირდება ბანანის ფასი თაროზე? გავიგოთ რამდენით აღარიბებს ქვეყანას ბანანის იმპორტი ყოველწლიურად. დღეს აგროსტატში უპასუხებთ ამ კითხვებს, თქვენ მანამდე გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. იცოდით, რომ ბანანი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხილია და კიდევ ყოველი მესამე ბანანი მოდის ერთი ქვეყნიდან. რატომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიოში ბანანი? ბანანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი ხილია. ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის ქვეყნებში, ის არის ძირითადი საკვები პროდუქტი. ფაქტიურად გადარჩენის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის და იმ საკვები ელემენტების შევსებას, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. როგორიცაა კალიუმი, B-C ვიტამინი, ასევე შაქრის მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს სწრაფ ენერგიას. ამიტომ ბანანი პოპულარული ხილია სპორტში და გამოიყენება ყოველდღიურ რაციონშიც. ალბათ ბევრს გინახავთ ფეხბურთში დამატებითი ტაიმების დაწყებამდე ფეხბურთელები ბანანს ჭამენ, რომ მიიღონ სწრაფი ენერგია თამაშის გასაგრძელებლად. მსოფლიოში წელიწადში იწარმოება დაახლოებით 120-130 მილიონი ტონა ბანანი. ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთია, შემდეგია ჩინეთი და ინდონეზია. თუმცა ამ ქვეყნებში წარმოებული ბანანი ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და ექსპორტი ფაქტიურად ვერ ხდება. ბანანის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა ეკვადორია, შემდეგ მოდის ფილიპინები და კოსტა-რიკა, თუმცა ევროპის და საქართველოს ბაზარს დაახლოებით 95% შემთხვევაში სწორედ ეკვადორი ამარაგებს, რომელიც მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 30%-ს აკონტროლებს. რამდენ ტონა ბანანს ვჭამთ საქართველოში წელიწადში? 2025 წლის მონაცემებით საქართველოში შემოვიტანეთ 43500 ტონა ბანანი, რაც გასულ წელთან შედარებით 1500 ტონით მეტია. მაგალითად, ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 23500 ტონა. ფაქტიურად გამოდის, რომ 2025 წელს ბანანის მოხმარება გაორმაგებულია და ყოველწლიურად ფიქსირდება სტაბილური ზრდა. რაც შეეხება ერთსულ მოსახლეზე მოხმარებას წელიწადში, დაახლოებით 12 კილოგრამია. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი ადამიანი საშუალოდ მოიხმარს 77 ბანანს ან მისგან დამზადებულ კერძს. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ბანანის ყველაზე დიდი მოხმარებელია უგანდა, დაახლოებით 200 კილოგრამი წელიწადში ერთსულ მოსახლეზე. რაც შეეხება ევროპას, ეს მაჩვენებელია 10-15 კილოგრამი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბანანის მოხმარება უტოლდება საშუალო ევროპულ მოხმარებას და გამოდის, რომ ბაზარი უკვე კარგად გაჯერებულია. საიდან შემოდის ძირითადი იმპორტი? საქართველოში იმპორტირებული ბანანის 98% შემოდის ეკვადორიდან. ფაქტიურად ბოლო 6 წელია სწორედ ეკვადორია და არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის ძირითადი მიმწოდებელიც. რა ჯდება 1 კილოგრამი ბანანის შემოტანა საზღვრამდე? ამ შემთხვევაში ეკვადორიდან შემოდის ჯერ თურქეთში, შემდეგ უკვე ფოთის პორტში და მოდით შევეცადოთ დავითვალოთ ეს ციფრები. სანამ ამ ციფრებს გაგაცნობთ, მანამდე უნდა ითქვას, რომ ბანანი საკმაოდ რთულად ტრანსპორტირებადი ხილია, აუცილებელია ძალიან მკაცრი ტემპერატურული კონტროლი, REF კონტეინერი ეგრეთ წოდებული, საზღვაო გადაზიდვის დროს, რაც ნიშნავს მაღალ ლოჯისტიკურ ხარჯებს და შესაბამისად მნიშვნელოვნად აძვირებს თვითონ პროდუქტის თვითღირებულებას უკვე ჩამოტანილს ფოთის პორტში. ასევე გეტყვით იმას, რომ ბანანის პლანტაცია მრავლდება ვეგეტატიური კლონირების მეთოდით, ანუ ძველი მცენარის ფესვიდან ამოდის ახალი პატარა მცენარე, რომელსაც ჭრიან, ახალ ადგილზე რგავენ, ანუ ახალი მცენარე არის ზუსტად იგივე კლონი. ჰექტარზე შესაძლებელია მოვიყვანოთ დაახლოებით 30-დან 80 ტონაც კი. ეს დამოკიდებულია რამდენად ეფექტურად არის დაგეგმილი თვითონ პლანტაცია და მეურნეობა. და როგორ ფორმირდება ბანანის ფასი თაროზე, რასაც ჩვენ ვიხდით. მოდით შევეცადოთ დავითვალოთ. ოფიციალური იმპორტის მონაცემების მიხედვით 2026 წლის იანვარ-თებერვალში საზღვრამდე მოწოდებული ბანანის ფასი იყო კილოგრამზე დაახლოებით 85 დოლარ ცენტი, რაც მიახლოებით 2 ლარი და 31 თეთრია. ბანანის იმპორტი საქართველოში იბეგრება 12%-იანი საბაჟო ტარიფით. შესაბამისად დაახლოებით გამოდის 28 თეთრი. ამას ემატება შიდა გადაზიდვა პორტიდან დასამწიფებელ საწყობში, სადაც ხდება 4-7 დღის განმავლობაში ეთილენის გაზის გამოყენებით ბანანის მომწიფება და შემდეგ მიწოდება საცალო ქსელში. ესეც უნდა ავიღოთ საშუალოდ კილოგრამზე 11 თეთრი. ანუ საბოლოო ჯამში გამოგვდის 2 ლარი და 70 თეთრი. 1 კილოგრამი ბანანის თვითღირებულება DGG-ს გარეშე იმპორტიორის მოსამწიფებელ საწყობში. თუ გადავხედავთ საცალო მარკეტებში არსებულ ფასებს, ყველაზე დაბალი ფასი, რაც ვნახეთ, არის
არის 4 და 40 1 კილოგრამის ღირებულება, ხოლო ყველაზე მაღალია 4 და 90. ანუ თუ ავიღებთ საცალო ფას 4 და 65 ლარს, იმპორტიორის საწყობში პროდუქტის თვითღირებულებას და გავითვალისწინებთ DGG-ს ხარჯს, გამოდის რომ 1 კილოგრამი ბანანის ჩამოტანა და სარეალიზაციოდ გამზადება საშუალოდ ჯდება 3 ლარი და 19 თეთრი DGG-ს ჩათვლით. რაც ნიშნავს, რომ იმპორტიორი და საცალო ქსელი საშუალოდ იყოფს 31.5%-იან მარჟას. ანუ საბოლოო ჯამში შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ ნახევრად ხუმრობით, რომ ბანანი გვაღარიბებს დაახლოებით 100 მილიონი ლარით ყოველწლიურად, რომელიც ქვეყნიდან გაედინება იმისათვის, რომ ჩვენ მივირთვათ უგემრიელესი ბანანი. მოკლედ სულ ეს იყო, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და მომავალ შეხვედრამდე.